აზრით, ვინ არის ქვეყანას პირველი პირი? პრემიერი თუ პრეზიდენტი? ბიძინა ივანიშვილი. თქვენი აზრით, ვინ არის ქვეყანას პირველი პირი? პრემიერი თუ პრეზიდენტი? პრეზიდენტი უნდა იყოს პირველი პირი, რა თქმა უნდა, კანონის მიხედვით, მაგრამ მგონია რომ პრემიერია. პრემიერი. პრემიერი ალბათ. დღევანდელი წყობით პრემიერი. ალბათ პრემიერი. თქვენი აზრით? ჩემი აზრითაც. არ ვიცი, ვერ გიპასუხებთ მაგაზე. რა თქმა უნდა პრემიერი. ჩვენი კონსტიტუციით პრემიერი. სტატუსით პრეზიდენტი არის ფორმალურად, ცერემონიალურად, მაგრამ როგორც აღმასრულებელი მთავრობის ხელმძღვანელი, ხელისუფლების ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრი. პრემიერი კანეშნა ბატონი ღარიბაშვილზე, მაგაზე დიდი პიროვნება ვინდა? პრეზიდენტი. პირველი ლედი? პრემიერის მეუღლე. პირველი რიდი საერთოდ პრეზიდენტის ცოლი უნდა იყოს, მე ეს ჩემი აზრია და არ ჩანს პრემიერის მეუღლე. მე ჯერ ვერ აღვიქვამ ვერავის პირველი ლედით. პრეზიდენტის უფლებამოსილებაში რა შედის თუ იცით ეს? აქვს კიდე რამე უფლებამოსილება? მე მგონი აღარ აქვს არაფერი. მაგაზე პასუხს ვერ გაგცემ. მის მეოთხედი დარჩა რასაც რა უფლებებიც ჰქონდა პრეზიდენტს. ადრე ვიცოდი რა შედიოდა, ეხლა არ ვიცი. საგარეო საქმეები. ვიცი რომ მთავარსარდალი მაინც არის და რჩება მთავარსარდალად. მთავარსარდალი როა ვიცი. საგარეო პოლიტიკაშიც რაღაც სიტყვა ეთქმის. მთავარი მხედართ მთავარი არის ქვეყნებთან ურთიერთობა მე მგონი ევალება დიპლომატიურ დონეზე რომ დაამყაროს ცერემონიალური ისინი რაღაც პროტოკოლური მომენტები მარტო და მაგრამ ამავე დროს არის უმაღლესი მთავარსარდალი. ცოტა უცნაურია, მაგრამ ესეა. რაც დარჩა იმასაც ვერ პასუხობს და რა დარჩა? საგარეო საქმეები მოაწესრიგოს, მაგრამ ერაფერს ვერ ხედავს ასეც. სწორად თუ მიგაჩნიათ ის ფაქტი, რომ პრეზიდენტს არ აპატიჟება მთავრობა მნიშვნელოვან შეხვედრებზე, სადაც საგარეო საკითხებსაც განიხილავენ. თუ კი პრეზიდენტი და ესეც არის მთავარსარდალი სახელმწიფოსი, მაშინ ის აუცილებლად უნდა იყოს საქმის გულში. რა ხდება მის სახელმწიფოში? ჩემი აზრით პრეზიდენტის მასხრა დაგდება. იმიტომ რომ პრაქტიკული ძალაუფლება არის პრემიერის ხელში. მე ვფიქრობ ეს დამოკიდებულია თვითონ ალბათ პიროვნებაზე. პიროვნება აქტიურობს ალბათ ნაკლებად. პრეზიდენტი გამოვიდა პარლამენტში ცოტა ხნის წინ. ანგარიშს ჩააბარა პარლამენტს. და არც ერთი მინისტრი არ ესწრებოდა ამ გამოსვლას. ძალიან ცუდი. რა ქვია ამას, რომ გამოდის პრეზიდენტი და არც ერთი მინისტრი ეს არის არ ვიცი მასხრა თაგდება. უნდა ისრებოდნენ, ყველა უნდა ისრებოდნენ. მინისტრებს უნდა აინტერესებდეთ მათი პრეზიდენტის გამოსვლა. შეიძლება სხვა უფრო მნიშვნელოვან რამეს აკეთებდნენ. ალბათ უნდა დაესწრონ ყველა. ხო, არ მომეწონა. ალბათ რაღაცა კოლეგიალობის მომენტი უნდა ყოფილიყო და უნდა დაასწრებოდნენ. თუნდაც ისინი მაინც ვისაც იმ წუთში საქმე არ ჰქონდათ. აუცილებლად უნდა დაასწრებოდნენ მინისტრები, თუმცა ცოტა ხანი მოვაწეობდა პრეზიდენტი, მაგრამ მინისტრები უნდა დაასწრეს. პრესტიჟის ამბავია. ჩასულიყო რა ედაღლებოდა. პრეზიდენტი თუ უნდა შევიდეს სასახლეში თქვენი აზრით? აუცილებლად, მაგას ძალიან მტკივნეულად განვიცდით, რადგან ეს არ არის არც სააკაშვილის სახლი, არც მარგველაშვილის და კიდევ ვინც იქნება შემდეგი პრეზიდენტი და უნდა დამკვიდდეს ეს ტრადიცია, რომ აუცილებლად ერთ ადგილას უნდა გვეგულებოდეს პრეზიდენტი. რა კი პრეზიდენტის სასახლე არსებობს? მგონია რომ პრეზიდენტის სასახლეში უნდა იყოს, მაგრამ არც ეგ არ არის დიდი შეცდომა და დანაშაული რომ არ იყოს პრეზიდენტის სასახლეში. მაშინ და იმის რომ იყოს იქ პრეზიდენტი. პრეზიდენტის სასახლე ქვია და მაგით უნდა შევიდეს, რომ ის არის პრეზიდენტის სასახლე და არა სახლი. ატარძალივით უკან იწევს არ შევა. რა შედი გადასაწყვეტია სახელმწიფოებრივი საქმე? არ არის ჩემი საქმე. შენობა არ წყვეტს იმას, რომ ქვეყნის ბედი გადაწყდეს და რომ შევიდეს არაფერი დაშავდება. მაინც რაღაცა თანამედროვე არის. კი, ეხლა მიშამ თავისთვის გააკეთა ეს ყველაფერი, მაგრამ ფიქრობ რომ შევიდეს უნდა. უფრო სწორი იქნება რომ თავისი დანიშნულებით გამოიყენონ, იმიტომ რომ სხვა ქვეყნები ამაყობენ ეგეთი შენობა რო აქვს. და პრეზიდენტები მიდიან და მოდიან და ეგ შენობა დარჩება. მე ვლოცულობდი რომ ღმერთო პრეზიდენტი გაუბრწყინე გონება და შევიდეს როდესაც თუ არა სხვა თუ შევიდა ისე მე მირჩევნდი ღარიბაშვილს რომ შეძლო მთავრობით.